გიორგი ანწუხელიძის სახელობის სამჯერ სამზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ეროვნული გმირის შვილთან ერთად გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. წელს სამჯერ სამზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ჩვენი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის უკდასავყოფად უკვე თავდაცვის სამინისტრო მე-5 წელია ატარებს ტურნირს თავდაცვის სამინისტრო სისტემაში და თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დანაყოფებს შორის კალათბურთში და წელს ჩვენ ჩავატარეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში, გიორგის მუნიციპალიტეტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რა თქმა უნდა, სიმბოლური არის ჩვენი გიორგის სახელის უკდასავყოფად. ბათუმის შემდეგ უკვე კახეთში, კონკრეტულად ახმეტაში ტარდება ეს ჩემპიონატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა საქართველოს კუთხეში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ და ასევე კალათბურთი ისეთი სპორტი არის, რომ ყველას აინტერესებს და უყვარს. ჩემპიონატი მამაჩემის სახელს ატარებს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ აგრძელდება ასეთი ღონისძიებები და მადლობა. გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ კი რა თქმა უნდა მე-6 ბრიგადა, მაგრამ ეს არის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი და ამ ტურნირში რა თქმა უნდა თელი თავდაცვის ძალები ვართ გამარჯვებული. წელს ახმეტელები გახარებულები ვართ, იმიტომ რომ პირველად არის შემთხვევა, როცა ჩვენ ასე ვთქვათ გიორგის მშობლიურ მუნიციპალიტეტში ტარდება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მადლობა ამ ყველაფერს.